მოდით ახლა გადავიდეთ მე-12 პარაგრაფზე. მოძრაობა სიმძიმის ძალის მოქმედებით იმ შემთხვევაში, როცა საწყისი სიჩქარე ჰორიზონტისადმი კუთხითაა მიმართული. აი მოდით მე ახლა განვიხილავ ორ საკითხს, ესე იგი, აი წარმოვიდგინოთ ეგეთი რამ. წარმოვიდგინოთ, რომ გვაქვს ესე იგი, ეს არის თქვა ჰორიზონტალური ზედაპირი, დედამიწა წარმოვიდგინოთ და რაღაცა სიმაღლეზე, ესე იგი, აქ სიმაღლეზე იმყოფება რაღაცა სხეული, რომელსაც მივანიჭებთ ჰორიზონტალურად რაღაცა ვენოლ საწყის სიჩქარეს. მოდით განვიხილოთ, როგორი იქნება ამ სხეულის მოძრაობა. საქმე ის არის, რომ იმის მერე, როდესაც ამ სხეულს მივანიჭებთ რაღაცა სიჩქარეს, მასზე იმოქმედებს მხოლოდ დედამიწის მიზიდულობის ძალა, რომლის მეშვეობითაც ამ სხეულს ექნება ქვევით მიმართული ჟ აჩქარება, თავისუფალი ვარდნის აჩქარება. ამიტომ ნახეთ, აქ შეიძლება ესეთნაირად ვიმსჯელოთ, რომ ჰორიზონტალური მიმართულებით, აი ამ მიმართულებით, სხეულს აჩქარება არ აქვს. ესე იგი, ამიტომ ამ მიმართულებით მოძრაობა იქნება თანაბარი. წრფივი და თანაბარი. ხოლო რაც შეეხება ვერტიკალური მიმართულებით, ამ მიმართულებით იქნება თავისუფალი ვარდნა. აი მოდით შემოვიღოთ კოორდინატა ღერძები, აი თქვათ სიმარტივისათვის y ღერძი მიმართოთ ვერტიკალურად ქვევით, ხოლო x ღერძი მიმართოთ ჰორიზონტალურად. აი კოორდინატა სათავე ავიღოთ აქეთ. და ჩავწეროთ, ესე იგი, სხეულის მოძრაობა x ღერძის გასწვრივ და y ღერძის გასწვრივ. როგორც თქვით, x ღერძის გასწვრივ სხეულს, რადგან არ აქვს აჩქარება, ამ მიმართულებით იქნება წრფივი თანაბარი მოძრაობა. ანუ x იქნება, ესე იგი, v0x გამრავლებული t-ზე, როგორც წრფივი თანაბარი მოძრაობისთვის არის მიღებული. რაც შეეხება y ღერძის გასწვრივ სხეულის მოძრაობას, y ღერძის გასწვრივ საწყის სიჩქარე არ აქვს სხეულს, ამიტომ არც საწყისი კოორდინატი არ აქვს, ამიტომ y ღერძის გასწვრივ გვექნება განტოლება ჟ t კვადრატ გაყოფილი 2-ზე. ეხლა თუ ჩვენ პირველი განტოლებიდან t-ს ავიღებთ, გამოსახავთ x-ის და v0 x-ის მეშვეობით, t იქნება x-ი შეფარდებული v0 x-თან და შევიტანთ, ესე იგი, აი ამ y-ის განტოლებაში, ამით მივიღებთ ტრაექტორიის განტოლებას. ესე იგი, იქნება y-ი ტოლი იქნება ჟ ესე იგი, x-ი შეფარდებული v0 x-თან კვადრატში შეფარდებული 2-თან. ანუ მოდით სხვანაირად გადავწეროთ, ესე იგი, იქნება ჟ გაყოფილი 2-ჯერ v0 x კვადრატზე გამრავლებული x კვადრატზე. ეს არის ჩავთვალოთ, რაღაცა მუდმივი კოეფიციენტი არის და გადავწეროთ ეს განტოლება ესეთნაირად. y-ი, ესე იგი, უпростоრად აი ცალკე დავწეროთ, ესე იგი, y-ი არის ეს რომ ალფათი აღნიშნოთ, ალფა x კვადრატი. ეს არის პარაბოლის განტოლება. ამიტომ ტრაექტორია იქნება პარაბოლა. აი რაღაც ესეთი სახე ექნება მოძრაობას. ეხლა ეს როგორც ხედავთ, ჯამში გამოდის მრუწირული მოძრაობა. მრუწირული მოძრაობის დროს ნებისმიერ წერტილში სიჩქარე არის მხების გასწვრივ მიმართული. აი დავხატოთ მხები და ეს სიჩქარე ჩვენ შეგვიძლია ისევ დავყოთ ორ გეგმილად. ერთი გეგმილი არის x ღერძის გასწვრივ, აი ეს გეგმილი არის. მეორე არის y ღერძის გასწვრივ. აი ეს გეგმილი არის. ეხლა x ღერძის გასწვრივ სიჩქარე არ იცვლება, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ vx-ი იქნება ყოველთვის v0 x-ის ტოლი, იმიტომ რომ x ღერძის გასწვრივ მოძრაობა წრფივი და თანაბარი არის, ხოლო y ღერძის გასწვრივ vy-ი
რადგან თანაბარაჩქარებული მოძრაობა არის უსაწყისო სიჩქარით, VY იქნება J გამრავლებული T-ზე. ეს არის ასე ვთქვათ, აი ეს ძირითადი ფორმულები რა, ესე იგი. ეხლა აქ კიდე ერთი რაღაცა მინდა აღვნიშნო, ესე იგი, მაგალითად, აი ხშირად ისმის კითხვა ესეთნაირად სვავენ ხოლმე, ესე იგი, თქვათ, ვისროლეთ ეს სხეული და რა სიშორეზე სად დაეცემა ეს სხეული. აი თქვათ, აი ამ მანძილს გვეკითხებიან. ეხლა დაცემის პროცესს განსაზღვრავს, ესე იგი, სად დაეცემა ორი რაღაცაზეა დამოკიდებული. ესე იგი, რამდენად სწრაფად მოძრაობს იღერძის გასწვრივ და ამას განსაზღვრავს საწყისი სიჩქარე და გარდა ამისა, რამდენი ხნის განმავლობაში იმოძრავებს ეს სხეული, ასე ვთქვათ, მხოლოდ დედამიწის ზეგავლენით. დედამიწის ზეგავლენით იმოძრავებს მანამ სანამ დედამიწაზე არ დაეცემა. ეხლა თუ ჩავთვლით, რომ ეს სიმაღლე არის A-ში, საიდანაც სხეული გადმოვარდა, A-შისთვის ჩვენ შეგვიძლია ჩავწეროთ, რომ არის A-ში არის J T კვადრატ ნახევარი. აქედან ფაქტიურად T შეგვიძლია ვიპოვოთ და ეს არის ეგრეთ წოდებული ფრენის დრო, 2 A-ში შეფარდებული J-დან ფესვი და აი ეს სიშორე ეს S-ი, აი ეს მანძილი S-ი შეგვიძლია ვიპოვოთ ესეთნაირად, ეს იქნება ეს V0 გამრავლებული ფრენის დროზე, ფესვი 2 A-ში შეფარდებული J-ზე. აი ფაქტურად ეს არის ძირითადი ის პრინციპები, რომელიც უნდა გამოვიყენოთ იმისათვის, რომ ეს ამოცანები გავაკეთოთ ამ პარაგრაფში. მოდით ახლა კონკრეტულად გადავიდეთ ამოცანის გაკეთებაზე. პირველი არის, ესე იგი, 200 ამოცანა. 80 მეტრი სიმაღლიდან 10 და 20 მეტრწამის სიჩქარეებით ერთდროულად ჰორიზონტალურად გაისროლეს ორი ბურთულა. ერთ ნახაზზე ააგეთ მათი მოძრაობის ტრაექტორიები მასშტაბით 1 სანტიმეტრი არის 10 მეტრი. გამოთვლეთ თითოეული სხეულის ფრენის დრო და ფრენის სიშორე. კარგით, ახლა მოდით მე ნახაზს დაახლოებით დავხატავ. ეს არის თქვათ ჰორიზონტალური ზედაპირი. ეს არის თქვათ ის სიმაღლე, ეს 80 მეტრი, რომლიდანაც ისვრიან ორ სხეულს. ესე იგი, ერთი გაისროლეს V პირველი სიჩქარით, მეორე გაისროლეს V მეორე სიჩქარით. ახლა რომელიც მეტი სიჩქარით, უკვე ვიცით ჩვენ ესე იგი, რომ მოძრაობა ის ტრაექტორია იქნება პარაბოლა, მაგრამ მოდით კიდევ ერთხელ ესე იგი ეს ჩავწეროთ და გავაკეთოთ ესე იგი ეს. ეხლა მოდით შემოვიყოთ Y ღერძი, რომელიც იქნება ვერტიკალურად ქვევით მიმართული და X ღერძი მიმართოთ ჰორიზონტალურად. აქ იყოს კოორდინატთა სათავე 0. აი ჩავწეროთ ჯერ პირველი სხეულისთვის X პირველი, ეგ იქნება V პირველი გამრავლებული T-ზე. Y პირველი არის J T კვადრატ ნახევარი. რატომ ესე? იმიტომ რომ X ღერძის გასწვრივ მოძრაობა წრფივი და თანაბარი არის V პირველი სიჩქარით, Y ღერძის გასწვრივ საწყის სიჩქარე არ აქვს, მაგრამ სხეულს აქვს ესე იგი ეს J აჩქარება, რომელიც ვერტიკალურად ქვევით არის მიმართული. ახლა აქედან T რო ვიპოვოთ და აქ რო შევიტანოთ, T იქნება X პირველი შეფარდებული V პირველთან, შევიტანოთ ესე იგი აი ამ განტოლებაში და Y პირველი იქნება J 2 V პირველი კვადრატი X პირველ კვადრატზე. როგორც ვიცით, ესე იგი ეს არის პარაბოლის განტოლება. ეს იქნება რაღაცნაირად აი ესეთი პარაბოლა. ეხლა თუ ავიღებთ მეორე სხეულს, ახლა იქ განსხვავება უბრალოდ იმაში არის, რომ სიჩქარეა სხვა აქვს, ესე იგი, ამიტომ Y2 იქნება J 2V2-ის კვადრატი X2-ის კვადრატი. რომლის სიჩქარე მეტი არის, ის უფრო, ასე ვთქვათ, ეს სიშორე მეტი ექნება. ეხლა სიშორის ფორმულა როგორ შეგვიძლია ვიპოვოთ, ესე იგი, სიშორე არის აი ეს მანძილი. რა მანძილს გაივლის სხეული დაცემამდე. აი თქვათ ეს არის S პირველი, აქედან აქამდე არის S მეორე. ეხლა ცხადია, რომ სიშორეს განსაზღვრავს, როგორც თქვით, ესე იგი, რა სიჩქარით სწავლა სხეული X ღერძის გასწვრივ,
x ღერძის მიმართულებით და ფრენის დრო. ახლა ფრენის დროს განსაზღვრავს რა სიმაღლიდან ჩამოვარდა სხეული, ეს a-ში. a-ში ორივე შემთხვევაში იქნება ერთნაირი. a-ში შეგვიძლია დავწეროთ, რომ a-ში არის ჟ-ტ კვადრატ ნახევარი, აქედან დრო არის ფესვი 2 a-ში შეფარდებული ჟ-ზე და ამის მერე უკვე სიშორისთვის შეგვიძლია ვისარგებლოთ x უდრის v-ს ფორმულით და ესე იგი s პირველი იქნება v პირველი ფესვი 2 a-ში ჟ-სთან, ხოლო s მეორე იქნება v მეორე ფესვი 2 a-ში ჟ-სთან. აქ როგორც ხედავთ, ფრენის დრო არის ერთნაირი, იმიტომ რომ ერთ და იგივე სიმაღლიდან ვარდება ეს ორივე სხეული. კარგით, ახლა 200 მეორე ამოცანა. ორმხრივი ზამბარიანი დამბაჩიდან ჭურვები გამოვარდა 2 და 4 მეტრწამის სიჩქარით. ესე იგი მოცემულია, რომ v პირველი არის 2 მეტრწამი, v მეორე არის 4 მეტრი წამში. გამოთვალეთ მანძილი მათ შორის 0,1 წამის შემდეგ. მილისიგრძე საწყისი მანძილი არის 10 სანტიმეტრი. მოდით ესე ვთქვათ, ელი არის 10 სანტიმეტრი. ხო, დავხატოთ ესე იგი სურათი. ეს არის თქვა დედამიწის ზედაპირი, ეს არის ის სიმაღლე, რომელზედაც ხდება გასროლა, ესე იგი ამ სხეულებისა და ერთი ვარდება, თქვა v პირველი აქეთ იყოს მარჯვნივ იყოს მიმართული, v მეორე მარცხნივ მიმართული. ეხლა შემოვიღოთ ესე იგი x ღერძი, მოდით ესე იყოს x ღერძი მიმართული, x-ი, კოორდინატა სათავე ავიღოთ, თქვათ, მოდით ჩავთვალოთ, რომ ეს შუაში არის, ესე იგი ეს L-ის შუაში არის. x პირველი დაიწერება ესეთნაირად, იქნება L ნახევარი პლუს v პირველი გამრავლებული t-ზე. x მეორე იქნება L ნახევარი პლუს v მეორე t-ზე. ხო, რაც შეეხება y კოორდინატებს, ეგენი ერთნაირი იქნება. ესე იგი y პირველი არის ჟ-ტ კვადრატ ნახევარი და y მეორეც არის ჟ-ტ კვადრატ ნახევარი. იმიტომ რომ ორივე ბურთულას y ღერძის გასწვრივ, აი თქვათ ესე თუ მიმართეთ y ღერძი, სიჩქარე საწყისი არ აქვთ და ორივე ერთდროულად უსაწყისო სიჩქარით ვარდება ერთნაირი აჩქარებით. ეხლა მანძილი მათ შორის იქნება ცხადია ხო, აი ხა მე აქ შემეშალა. მე რადგან კოორდინატა სათავეში ავიღე, ეს კოორდინატის სათავე ამის ნახევარზე ავიღე, ესე იგი აი ამ L-ის შუაში ავიღე. ეს თუ გამოვარდა L ნახევრიდან, ეს გამოვარდება მინუს მეორე ბურთულა გამოვარდება მინუს L ნახევარი არის მისი საწყისი კოორდინატი. აი აქ უნდა შევასწოროთ. ამიტომ L იქნება, x პირველს მინუს x მეორე. მათ შორის მანძილი. ახლა აქ რო შევიტანოთ, ესე იგი ეს ფორმულები, L გვექნება მოდული, ესე იგი L ნახევარი პლუს v პირველი t-ს გამოკლებული L ნახევარი ოდიში აქაც მინუსი მინუს v მეორე t. რატო? იმიტომ რომ x ღერძი საპირისპიროდ იხედება, ესე იგი სიჩქარე. ხო, ასე რომ L-ისთვის გვექნება მათ შორის მანძილი L1-ით აღნიშნოთ, მათ შორის მანძილი L1-ით აღნიშნოთ. ეგ იქნება, ესე რომ გამოვაკლოთ ერთმანეთს, იქნება L-ს პლუს v პირველი პლუს v მეორე შხილებში t-ზე. აქ მოდული შეგვიძლია მოხსნათ, ესე იგი და მათ შორის მანძილი მოიცემა ფორმულით L1 იქნება L-ს პლუს v1 პლუს v2 გამრავლებული t-ზე. ხო, აი კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მე აქ
x მეორეს დაწერის დროს, ესე იგი ფაქტურად აქ შეცდომა მომივიდა და მე გამოვასწორეთ, როგორც ხედავთ. ესე იგი, საწესი კოორდინატის უარყოფითი აქვს და სიჩქარის პროექციაც უარყოფითია. ამიტომ აქ მინუსები უნდა ეწეროს x-ებში. კარგით, ახლა 203 ამოცანა. $20 სიმაღლეზე ფანჯრიდან ბიჭმა ჰორიზონტალურად გაისროლა ბურთი. რამდენ ხანში დაეცა ბურთი დედამიწაზე და რა სიჩქარით იქნა გასროლილი, თუ იგი დაეცა სახლის საძირკველთან 6 მეტრის დაშორებით. აი თქვათ ეს არის თქვათ სახლი, ეს არის სახურავი ამ სახლის და გაისროლა ჰორიზონტალურად რაღაცა ვენულ სიჩქარით ბიჭმა ბურთი. ნუ როგორც ვიცით ეს პარაბოლას გაყვება და დაეცა რაღაცა წერტილში. ხო და საძირკვლიდანო დაეცაო 6 მეტრ მანძილზეო. ესე იგი, აი ეს მანძილი არის 6 მეტრი. და გვეკითხებიან, რა სიჩქარით გაისროლაო ბიჭმა ესე იგი და რა დროში დაეცემაო. თუ სიმაღლე, სახლის სიმაღლე არის 20 მეტრი. აი ეს არის 20 მეტრი. ნუ კარგით, ვიცით რომ ამ მიმართულებით მოძრაობა არის აჩქარებული მოძრაობა, ნუ ისე ვთქვათ, შემოვიღოთ ეს იგი ღერძები x, y ქვევით მიმართოთ, ეს არის კოორდინატა სათავე აქა და ნუ x-ისთვის მოძრაობა არის წრფივი თანაბარი, არის ვენო გამრავლებული ტეზე. y ღერძისთვის გასწვრივ მოძრაობა არის უსაწყისო სიჩქარით თავისუფალი ვარდნა ჟტ² ნახევარი. ეხლა, როდესაც აი აქ დაეცემა ეს სხეული, ესე იგი y მაგ წერტილში გახდება a-ში სტოლი, a-ში არის 80 მეტრი, ხოლო x-ი მან გახდება 6 მეტრი. ნუ ეს სიშორე იქნება s-ი და იქნება 6 მეტრი. იმიტომ რომ ეს მანძილი 6 მეტრი არის. პირველი ფორმულიდან შეგვიძლია დრო ვიპოვოთ, t იქნება კვადრატული ფესვი 2a-ში შეფარდებული ჟ-ზე და ეს შეგვიძლია მერე აი აქ შევიტანოთ. ესე იგი s-ი უდრის v0 გამრავლებული ფესვი 2a-ში შეფარდებული ჟ-სთან. აქედან მერე v0 შეგვიძლია დავთვალოთ, როგორც s-ი შეფარდებული ფესვი 2a-ში ჟ-ზე. კარგით, ახლა 204 ამოცანა. როგორ შეიცვლება რაღაც სიმაღლიდან ჰორიზონტალურად გასროლილი სხეულის ფრენის სიშორე და დრო, თუ გასროლის სიჩქარეს ორჯერ გავზრდით. ესე იგი, v2 არის ორჯერ v1. ესე იგი, ფრენის დრო როგორც ვიცით, მოიცემა ფორმულით a-ში არის ფესვი 2a-ში ჟ-ზე. ახლა ამ ფორმულას პოულობთ აქედან, რომ a-ში არის ჟტ² გაყოფილი 2-ზე. ასე რომ, ნებისმიერი გინდა v1 სიჩქარით გავისროლოთ, გინდა v2 სიჩქარით გავისროლოთ, ფრენის დრო არ შეიცვლება. ხოლო რაც შეეხება სიშორეს, სიშორე არის v1 გამრავლებული ტეზე, ნუ s1. s2 არის v2 გამრავლებული ტეზე. ასე რომ s2 შეფარდება s1-თან, იქნება v2 შეფარდებული v1-თან და თუ v2 ორჯერ მეტი არის, ესე იგი ორჯერ v1 შეფარდებული v1-თან, ესენი გაიკვეცება და მივიღებთ ორიანს. ესე იგი ფრენის სიშორე ორჯერ გაიზრდება და ფრენის დრო იქნება ორივე შემთხვევაში ერთ და იგივე. 205 ამოცანა. როგორ და რამდენჯერ უნდა შევცვალოთ ჰორიზონტალურად გასროლილი სხეულის სიჩქარე, რომ ორჯერ ნაკლები სიმაღლისას ფრენის სიშორე იგივე იყოს. ესე იგი, a-2 არის a-1-ის ნახევარი. მაგრამ
ეს პირველი უდრის ეს მეორეს. ფრენის სიშორეები ერთნაირი არის. როგორი უნდა იყოს V2-ის V1-თან შეფარდება. ისევ გამოვიყვანოთ ფრენის სიშორის ფორმულა. პირველ რიგში დავწეროთ, რომ A-ში არის ჟტ კვადრატ ნახევარი, იმიტომ რომ საწყის სიჩქარე Y ღერძის გასწვრივ არ არის. აქედან T ფრენის დრო არის ფესვი 2A-ში შეფარდებული ჟ-სთან. ხოლო სიშორის ფორმულა იქნება V გამრავლებული T-ზე. ეხლა აქ T რო აქ შევიტანოთ, ესე იგი S იქნება V გამრავლებული ფესვი 2A-ში შეფარდებული ჟ-სთან. ეხლა ეს გამოვიყენოთ ეს ფორმულა, ორჯერ, პირველ შემთხვევაში და მეორე შემთხვევაში, მაგრამ ორივე S პირველი იქნება V პირველი ფესვი 2A პირველი ჟ-ზე, S მეორე არის V მეორე ფესვი 2A მეორე შეფარდებული ჟ-ზე. და გითხრეს, რომ ფრენის სიშორეები ერთნაირი არის. ესე იგი, უნდა გავუტოლოთ, ესე იგი S პირველი უდრის S მეორეს. შევიტანოთ, ესე იგი აქ თქვათ ეს ფორმულები და რას მივიღებთ, ესე იგი V პირველი ფესვი 2A პირველი ჟ-ზე უდრის V მეორე ფესვი 2A მეორე ჟ-ზე. ეს ორიანთან გაიკვეცება, ჟ-ჟ-სთან გაიკვეცება და V2-ის შეფარდება V პირველთან, ტოლი იქნება ფესვი H1 H2-თან. ის იგი, რადგან H2 არის H1-ის ნახევარი, ეს იგი, რო შევიტანოთ აქ, V2 შეფარდებული V1-თან, ტოლი იქნება ფესვი H1-ის ნახევარის ზევითავა და გამოვა ფესვი ორჯერ. ესე იგი, ფესვი ორჯერ V2 უნდა იყოს ფესვი ორჯერ V პირველი, რომ ნახევარის სიმაღლიდან იგივე ფრენის სიშორე მივიღოთ. 206 ამოცანა. ზამბარიანი დამბაჩის ჭურვი ვერტიკალურად ზევით გასროლისას ადის 1 მეტრ სიმაღლეზე. A-ში არის 1 მეტრი. გამოთვალეთ ჭურვის ფრენის სიშორე, თუ დამბაჩა დამაგრებულია ჰორიზონტალურად, A პატარა უდრის 64 სანტიმეტრზე, სანტიმეტრ სიმაღლეზე. ჭურვის გამოვარდნის სიჩქარე ორივე შემთხვევაში ჩათვალეთ, რომ არის ერთნაირი. და გამოთვალეთ ასევე, ესე იგი, სიშორეო. ესი რისი ტოლია. კარგი, ეხლა თუ ჭურს ჩვენ ესე იგი ვერტიკალურად უпростоრად დამბაჩას თუ ვერტიკალურად დავაყენებთ და გავისვრით, რადგან ის 1 მეტრზე ადის, ესე იგი ის ჭურვი, ხო? აქედან ჩვენ შეგვიძლია დავადგინოთ, რა საწყისი სიჩქარით გამოვარდა ეს ჭურვი ზამბარიდან, დამბაჩიდან. ესე იგი, ამისათვის დავწეროთ ვერტიკალურად ასროლი სხეულის ფორმულა. A-ში არის, ესე იგი, საწყის სიჩქარის კვადრატს გამოკლებული საბოლოო სიჩქარის კვადრატი შეფარდებული 2 ჟ-სთან. მაგრამ საბოლოო სიჩქარე არა აქვს, იმიტომ რომ ავიდა მაქსიმალურად 1 მეტრზე. აქედან V0 კვადრატი იქნება 2 ჟ-A-ში, ასე რომ საწყისი სიჩქარე, რომლითაც ამ დამბაჩიდან გამოვარდება ჭურვი, ესე იგი მოიცემა აი ამ ფორმულით. აი ესეთი სიჩქარით შეუძლია გამოვარდეს. ეხლა ამ სიჩქარეს თუ ჩვენ ჰორიზონტალურად მივმართავთ V0 და ამ დამბაჩას ეხლა უკვე დავაყენებთ, ესე იგი 64 სანტიმეტრ სიმაღლეზე, რაღაცა მოდით ეს H პატარა არის გვაქვს აღნიშნული. ესე იგი სიშორისთვის შეგვიძლია ისე ვთქვათ, ადრე გაკეთებული ამოცანის ფორმულა გამოვიყენოთ, ეს იქნება V0 ფესვი 2A-ში შეფარდებული ჟ-სთან. V0 ვიცით რაც არის, ამ წუთში ვიპოვეთ და ეს იქნება ფესვი 2 ჟ-H გამრავლებული ფესვი 2H პატარა ჟ-სთან. აქ ჟ-ები გაიკვეცება, ეს ისათვის მივიღებთ ფორმულას. ერთი
რადიკალის ქვეშ რო ჩავწეროთ, ესე იგი ეს 2h დიდი გამრავლებული ესე იგი h პატარა 2h დიდი გამრავლებული h პატარაზე, ხო? 4 უпростоრად 4h დიდი h პატარაზე და ეს გამო 4-დან ფესვი ამოვა 2 ფესვი h დიდი h პატარაზე. ესე იგი S-ი იქნება სიშორე იქნება აი ესეთი ფორმულით 2h დიდი გამრავლებული h პატარაზე. აი ამ ფორმულით მოიცემა სიშორე. კარგით, ახლა 207 ამოცანა. A-ში არის 5 მეტრი სიმაღლის ციცაბო ნაპირიდან ბიჭი გადახდა ჰორიზონტალურად მიმართული V უდრის 6 მეტრ წამი სიჩქარით და ჩაყვინთა წყალში. გამოთვალეთ ბიჭის სიჩქარეს მოდული და მიმართულება წყალში წყლის ზედაპირთან. დავხატოთ ესე იგი ეს სურათი, ესე იგი ეს არის V0, ჩვენ გვაინტერესებს V, როგორი არის, უпростоრად სიდიდე და მიმართულება. ეს არის წყლის ზედაპირი, ეს ნაპირი არის ციცაბო და ბიჭი გადახდა ესეთნაირად აი V0 სიჩქარით. ეხლა მოძრაობა იქნება პარაბოლაზე. ესე იგი პარაბოლაზე რადგან არის აი ამ უშუალოდ შეხების წინ სიჩქარე თუ გვინდა დავადგინოთ, უნდა გავალოთ მხები, იმიტომ რომ ეს მრუწილული მოძრაობა არის. ეს მხების გასწვრივ იქნება სიჩქარე მიმართული. ეს სიჩქარე დავყოთ მოდით ორ მდგენელად. ერთი იქნება ჰორიზონტისადმი, ერთი იქნება ვერტიკალური. ჰორიზონტისადმი ვიცით რომ მოძრაობა არის თანაბარი, ამიტომ Vx-ი არის V0-ის ტოლი. ესე იგი ეს არის Vx-ი, ეს არის V0-ის ტოლი. ხოლო Vy-ი ეს მდგენელი. ეს არის ამ მიმართულებით არის თავისუფალი ვარდნა უსაწყისო სიჩქარით და მოიცემა ფორმულით G გამრავლებული T-ზე. Vy, იმიტომ რომ ამ მიმართულებით G აჩქარება აქვს. დროს განსაზღვრავს ფრენის დრო. ნუ ფრენის დრო არის 2h-ში G-სთან, ამიტომ ესე იგი Vy შეგვიძლია ვიპოვოთ Vy ტოლი იქნება G ფესვი 2h-ში G-სთან. ანუ ესე იგი ეს G შეგვიძლია შიგნით შევიტანოთ, აქ შევა G კვადრატი, ამასთან გაიკვეცება და იქნება ფესვი 2G-ში. მასადა მე მთელი სიჩქარე ეს შეგვიძლია პითაგორას თეორემით ვისარგებლოთ, იმიტომ რომ ეს მართკუთხა სამკუთხედია და V იქნება კვადრატული ფესვი Vx კვადრატს პლუს Vy კვადრატი. ნუ შევიტანოთ აქ ეს ფორმულები, Vx კვადრატი ეს იგივე რაც V0 კვადრატი, Vy კვადრატი არის 2G-ში. ნუ ახლა აქ რიცხვები რო შევიტანოთ, ნახოთ აბა 6-ის კვადრატი არის 36, 2, 10-ზე და 5-ზე. არა? ეს გამოვა 100 და ესე იგი 136. ფესვი 136-დან აი ეს არის ეს სიჩქარე. ეხლა რა კუთხით შევა წყალში? ნუ მოით ეს კუთხე აი ჰორიზონტისადმი კუთხე დავთვალოთ, ესე იგი აი მას უნიშნავ ალფათი. ტანგენს ალფა არის მოპირდაპირე კათეტი, ანუ Vy შეფარდებული Vx-თან. ნუ Vy აგერ გვაქვს ჩვენ გამოთვლილი, ეს არის ფაქტურად ფესვი 100-დან, ესე იგი ეს არის 10, ხოლო Vx-ი არის 5. ამიტომ ტანგენს ალფა იქნება 2-ის ტოლი და ალფას ნახავთ როგორც არქტანგენს ტანგენს 2-ისა. ნუ ამას ცხრილში შეგვიძლია ვნახოთ ცხრილიდან რისი ტოლი არის. ორას მერვე ამოცანა. 10 მეტრ წამი სიჩქარით ჰორიზონტალურად გასროლილი სხეულის ფრენის სიშორე
გასროლი სიმაღლის ტოლია. რა h სიმაღლიდანაა სხეული გასროლილი. ესე იგი სიშორეო s-ი უდრის h-სო. ნუ სიშორის ფორმულა ვიცით ჩვენ, ესე იგი s-ი ხო და რაც გვეკითხებიან ბოდიში რა სიმაღლიდანაა გასროლილი სხეული, ხო? და საწყის სიჩქარე ვენული ვიცით რომ არის 10 მეტრი წამში. სიშორის ფორმულა ჩვენ არაერთხელ დავწერეთ, ეს არის ვენოლი გამრავლებული ფრენის დროზე. ნუ ფრენის დროს ვენოლი ტ-ზე. ახლა ტ ფრენის დროს ისევ კიდევ ერთხელ მოიყვანა, ესე იგი გამოყვანა სამის, ესე იგი მოიცემა ფორმულით a-ში არის gt კვადრატ ნახევარი. ანუ ტ არის ფესვი 2a-ში შეფარდებული ჟ-ზე. ხო, ეხლა ნუ რადგან ესე იგი ჩვენ აქ გვეკითხებიან როგორი არისო a-შიო. ხო, ეხლა ნუ ჩვენ გვაქვს ამოსახსნელი ესეთი განტოლება, მაგრამ s-ი არის ვენოლ გამრავლებული ფესვი 2a-ში ჟ-ზე და s-ი თან ვიცით რომ a-ში სტოლია. s-ი უდრის a-ს. შევიტანოთ აქ, a-ში უდრის ვენოლ ფესვი 2a-ში ჟ-სთან. მოდით ორივე მხარე ავიყვანოთ კვადრატში. a კვადრატი არის ვენოლ კვადრატი 2a-ში შეფარდებული ჟ-სთან. ეს a-ში და ეს კვადრატი გაიკვეცება და a-შისთვის ეგ დავწერ a-ში უდრის 2 v0 კვადრატი შეფარდებული ჟ-სთან. აი ესეთი სიმაღლიდან გადმოხდა ეს ბიჭია თუ რაც არის. ორას მეცხრე ამოცანა. არჩეულ ათვლის სისტემაში აქ სურათია მოცემული, მითითებულია a ნივთიერი წერტილის მდებარეობა და სიჩქარე t უდრის 0 მომენტში, ისე იგი v არის 10 მეტრი წამში. წერტილზე მოქმედებს მხოლოდ y ღერძის გასწვრივ მიმართული სიმძიმის ზალა. ნუ ეს ვიცით რომ ეგრე არის. ხო, მაგრამ აქ უბრალოდ გითხრეს რომ y ღერძი მიმართული არის ზევით. ეს x-ი 0 y და აი აქ რაღაც a წერტილი არის, ესე იგი. და ეს მანძილი OA, ეს არის a წერტილი. მოცემულია რომ არის 6 მეტრის ტოლი. ნუ უნდა დავწეროთ x-ის t-ზე და y-t-ზე დამოკიდებულების ფორმულები. ესე იგი სხეული გაისროლეს აი ესეთი ვენულ საწყის სიჩქარით ჰორიზონტალურად. ნუ x ღერძის გასწვრივ მოძრაობა თანაბარი არის, ამიტომ x იქნება v0 გამრავლებული t-ზე. y ღერძის გასწვრივ მოძრაობა არის აჩქარებული, მაგრამ ჟ მიმართული არის ქვევით y ღერძის საპირისპიროდ და თან აქვს საწყისი კოორდინატი. ესე იგი y იქნება h, ეს a-ში იყო 6 მეტრი მინუს ჟ t კვადრატ ნახევარი. ნუ აქაც გთხოვენ რომ მოდით აბა დავხატეთო ამისი ტრაექტორია იპოვეთო. ესე იგი t იქნება x-ი შეფარდებული v0-ზე, ეგ შევიტანოთ აქ და y-ისთვის გვექნება h მინუს ჟ ნახევარი x კვადრატ v0 კვადრატზე. ნუ აი ეს არის პარაბოლის განტოლება. და გთხოვენ მაგალითად კოორდინატები იპოვეთო ერთი წამის შემდეგო. ნუ რა თქმა უნდა ამ განტოლებებში შევიტანთ ერთ წამს და მაგით დავადგენთ ესე იგი სხეულის კოორდინატებს. ხო, ეხლა დანარჩენი ამოცანები ეხება ჰორიზონტისადმი კუთხით გასროლილ სხეულს. აი მოდით მე ეხლა ზოგადად განვიხილავ ესე იგი ამ რაღაცა ამ საკითხებს ჰორიზონტისადმი კუთხით თუ არის გასროლილი სხეულები. აი ეს არის თქვა წარმოვიდგინეთ ჰორიზონტალური ზედაპირი. თქვა აი ეს არის საწყისი სიჩქარე
V0, აი ესე არის მიმართული და ვიცით რომ რაღაცა ალფა კუთხით გაისროლეს სხეული. მოდით შემოვიღოთ კოორდინატა ღერძები x, o, y, ესე იგი ეს კოორდინატა სათავე აქ აგვაქვს და სხეულს როცა გაისვრიან, მასზე იმოქმედებს მხოლოდ დედამიწის მიზიდულობის ზალა, სიმძიმის ზალა. ამიტომ მას ექნება მარტო ქვევით მიმართული ჟ აჩქარება. ახლა x ღერძის გასწვრივ არაფერი ზალა არ მოქმედებს. ამიტომ გამტოლება x ღერძის გასწვრივ იქნება ისეთივე, როგორც თქვათ ჰორიზონტალური გასროლის სხეულის მოძრაობის შემთხვევაში. მაგრამ იმ განსხვავებით, რომ ჰორიზონტისადმი ამ სხეულს აქვს აი ეს სიჩქარე, ნახეთ, აი ეს მდგენელი არის. მოდით ამას დავარქვათ V0x. ხოლო მეორე მდგენელი არის V0y. აი ამ მართკუთხა სამკუთხედიდან შეგვიძლია დავწეროთ, რომ V0x ეს არის V0 გამრავლებული კოსინუს ალფაზე. იმიტომ რომ მიმდებარე კათეტია ესა. ხოლო ეს კათეტი, რომელიც ემთხვევა V0y-ს, V0y იქნება V0 გამრავლებული სინუს ალფაზე. ეხლა ამის გამოყენებით უკვე ვიცი ჩვენ სიჩქარეები, საწყის სიჩქარეები x ღერძის გასწვრივ და y ღერძის გასწვრივ. მაგრამ x ღერძის გასწვრივ სიჩქარე არ იცვლება. ესე იგი V0x უდრის V0 კოსინუს ალფას და ეს უცვლელი არის. ამიტომ დავწეროთ, რომ კონსტანტა არის. ამიტომ x ღერძის გასწვრივ გამტოლება იქნება, ეს არის V0x გამრავლებული t-ზე. ეხლა y ღერძის გასწვრივ როგორი მოძრაობა გვაქვს? გვაქვს მოძრაობა საწყისი სიჩქარით, როგორც ვერტიკალურად ასროლი სხეულის მოძრაობა. ამიტომ y იქნება, y0 კოორდინატი არ აქვს, V0y-t minus gt² ნახევარი. აი ესეთი არის, ესე იგი თქვათ x-ის და y-ის t-ზე დამოკიდებულების ფორმულები. ეხლა აქედან t რო განსაზღვრო და აქ რო შევიტანოთ, ადვილად დავინახავთ, რომ აქაც პარაბოლას მივიღებთ ჩვენ. აი მოდით ვიპოვოთ, ესე იგი t პირველი განტოლებიდან x-ი შეფარდებული V0x-ზე და შევიტანოთ y-ში. ესე იგი y არის V0y გამრავლებული t-ზე, ესე იგი x-ი V0x-ზე minus g ნახევარი t², ესე იგი x² V0x-ის კვადრატზე. ეს არის ასევე პარაბოლას განტოლება. აი რომ დავხატოთ ეს იგი ეს პარაბოლა, მაგრამ ეხლა ეს ცენტრში აღარ არის, რა თქმა უნდა. ეს წვერო ცენტრში არ მდებარეობს. აი სიშორე. აი მოდით ეგეთი ამოცანა გავაკეთოთ. მოდით ვიპოვოთ სიშორე. ეხლა როგორ შეიძლება ამ სიშორის პოვნა? ხო, მოდით ჯერ სანამ სიშორეს ვიპოვი, მოდით დავწეროთ. თქვათ მაგალითად აი ამ წერტილში რაღაცა t დროის მერე როგორი არის სიჩქარე. სიჩქარე ბრუწრული მოძრაობის დროს არის ხების გასწვრივ მიმართული. ამიტომ გავავლეთ ხები და მოდით ეს დავშალოთ ორ მდგენელად. ერთი x ღერძის გასწვრივ და მეორე არის y ღერძის გასწვრივ. ეხლა x ღერძის გასწვრივ, როგორც თქვით, მოძრაობა არის თანაბარი, ამიტომ vx არის V0x-ის ტოლი, ხოლო vy არის როგორც ვერტიკალურად ასროლის სხეულის სიჩქარე. ეს არის V0y minus gt. ეხლა ჩვენ შეგვიძლია ვიპოვოთ თქვათ ასვლის დრო, აი თქვათ რა დროში მიაღწევს უმაღლეს წერტილს. აი უმაღლეს წერტილში სხეულს არ ექნება y მდგენელი სიჩქარის. ამიტომ t ასვლის შეგვიძლია აი ამ ფორმულიდან ვიპოვოთ, სადაც vy-ს ჩავთვლი, რომ არის 0-ის ტოლი. ამიტომ ასვლის დრო იქნება V0y შეფარდებული ჟ-სთან. ეხლა ზუსტად ასეთივე იქნება ჩამოსვლის დრო. ასე იგი, ფრენის დრო არის ორჯერ t ასვლის. ამიტომ t ფრენის იქნება ორჯერ ესე იგი ასვლის დრო V0y შეფარდებული ჟ-სთან. ეხლა მოდით უკვე შეგვიძლია გადავიდეთ კონკრეტულად ამოცანებზე, რომლებიც აქ არის მოცემული. გზათაგზა შეიძლება ისევ გამოვიყვანო მე ეს ფორმულები, როცა დამჭირდება. ეხლა მოშტემე 210 ამოცანა. ქვემეხიდან ჰორიზონტისადმი კუთხით გამოვარდნილი ჭურვი ჰაერში იყო 12 წამი. ესე იგი t არის 12 წამი.
რა მაქსიმალურ სიმაღლეს მიაღწევდა იგი. ესე იგი, h მაქსიმალური უდრის კითხვის ნიშანს. ხო, ეხლა აი დავხატოთ ისევე ესე იგი თქვათ ეს საწყისი სიჩქარე რაღაცა ალფა კუთხით არის ესე იგი ეს მიმართული ეს საწყისი სიჩქარე ჰორიზონტისადმი ეს არის ჰორიზონტი და მოდით ისე ვთქვათ ეს vy ეს y ღერძი არის და ეს არის x ღერძი მოდით ჩავწეროთ საწყისი სიჩქარის x მდგენელი და y მდგენელი. ნუ ეხლა ამ შემთხვევაში მაინც x მდგენელი არ ჭირდება, მაგრამ მოდით სისრულისთვის მოდით ესეც ჩავწეროთ. ესე იგი vx-ი ეს არის მიმდებარე კათეტი ამ სამკუთხედში. ამიტომ ეს არის v0 გამრავლებული კოსინუს ალფაზე. vy არის v0 გამრავლებული სინუს ალფაზე. v0y და ეს v0x-ი არის. საწყისი x ღერძის გასწვრივ საწყისი სიჩქარე, აი ეს v0x-ი და ეს არის y ღერძის გასწვრივ საწყისი სიჩქარე. თუმცა x ღერძის გასწვრივ სიჩქარე არ იცვლება და ყოველთვის ესე იგი მუდმივი არის ეს v0x-ი ყოველთვის vx-ის ტოლი არის. ხოლო რაც შეეხება vy-ს, vy მოიცემა ნახეთ როგორი ფორმულით. ეგ არის v0y minus gt. ეხლა, როდესაც ეს სხეული y ღერძის გასწვრივ უმაღლეს წერტილში მივა, ამ წერტილში ზევით იმიტომაც ვერ ავიდა, რომ vy ამ წერტილში 0-ის ტოლი არის. ასე რომ 0 უდრის v0y minus gt ასulis. აქედან ასulis დრო t ასulis იქნება v0y შეფარდებული ჟ-სთან. მაგრამ ასulis დრო ეს არის მთელი ფრენის დროის ნახევარი. იმასთანავე t ასulis არის t-ს ნახევარი. ნუ ესე იგი ეს რიცხობრივად გამოვა 6 წამი. ეს იგი რადგან ასulis დრო ვიცი, ჩვენ შეგვიძლია v0y ვიპოვოთ. ესე იგი აქედან v0y იქნება ჟ გამრავლებული t ასulis დროზე და რადგან v0y ვიცით, ესე იგი მაქსიმალურ სიმაღლესაც ვიპოვით ამ ფორმულით. h მაქსიმალური არის v0y კვადრატი შეფარდებული 2ჟ-სთან. აი ეს არის 210 ამოცანა. ეხლა 211 ამოცანა. ჰორიზონტისადმი 45 გრადუსიანი კუთხით გასროლილმა დისკომ მიაღწია h სიმაღლეს. იპოვოთ დისკოს ფრენის სიშორე. ესე იგი ალფა არის 45 გრადუსი, ესე იგი და h მაქსიმალური უდრის h-ს. ესე იგი ეს მოცემული არის, ტოლი არის ეს h-ი. ნუ რიცხობრივად არ არის მოცემული. ვიპოვეთო ფრენის სიშორეო. ნუ დავიწყოთ ისე ვთქვათ, ეს არის საწყისი სიჩქარე, რომელსაც ვიცით რომ აქვს ორი მდგენელი, ეს არის v0x-ი, ეს არის v0y. რადგან ეს კუთხე 45 გრადუსი არის, ესე იგი ეს ტოლფერდა მართკუთხა სამკუთხედი არის. ამიტომ v0x-ი უდრის v0y-ს. რადგან ეს კუთხე 45 გრადუსი არის. ესე იგი h მაქსიმალური ვიცით რისი ტოლი არის და ის შეგვიძლია ვიპოვოთ ფორმულით v0y კვადრატი შეფარდებული 2ჟ-სთან. აქედან შეგვიძლია v0y დავთვალო. v0y ფესვი 2ჟ-ში ტოლია. რაც შეეხება ფრენის დრო, t ფრენის არის 2ჯერ v0y შეფარდებული ჟ-სთან. ამიტომ შევიტანოთ ესე იგი ეს v0y და 2ჯერ ფესვი 2ჟ-ში შეფარდებული ჟ-ზე. ნუ ეს ჟ შეგვიძლია რადიკალის ნიშნის ქვეშ შევიტანოთ. ეს გვექნება 2ჯერ ფესვი 2a-ში შეფარდებული ჟ-სთან. და სიშორე S-ის ფორმულა არის v0x-ი გამრავლებული t ფრენის დროზე. t ფრენის. ნუ ეს t ფრენის დრო. ანუ ეს იგივე არის რაც
რადგან V0x-ი V0y-ის ტოლია, ეს შემიძლია დავწერო 2J-ში გამრავლებული 2-ჯერ P-სვი 2A-ში J-ზე, ხო? მოდით ეს ერთი რადიკალის ქვეშ დავწეროთ 2-ჯერ P-სვი 2J-აში 2A-ში J-ზე, J-ები გაიკვეცება, ეს იქნება 4A კვადრატი, 4-დან 2 ამოვა და A კვადრატიდანაც A-ში ამოვა. ესე იგი, აქედან გამოვა 2A-ში, ესე იგი, S-ი გამოვა 4A-ში ტოლი. თუ რამე არ შემეშალა, მაშინ მე ესეთი სიდიდე გამოგვივა. კარგით. 212 ამოცანა. ოსლოში მიმდინარე შეჯიბრების დროს სპორტსმენმა შუბი 90 მეტრსა და 86 სანტიმეტრზე სწორცნა. ესე იგი, S-ი იყო 90 მეტრი და 86 სანტიმეტრი. რა მანძილზე დაეცემოდა შუბი შეჯიბრება ტოკიოში რომ ჩატარებულიყო. ეს იყო ოსლოში და ესე იგი გვეკითხებიან S-ი როგორი იქნებოდა ტოკიოში რომ ჩატარებულიყო. განსხვავება ის არის, რომ თავისუფალი ვარნის აჩქარება ოსლოში არის 9.819 მეტრ წამ კვადრატი, მოდი ეს J1 დავნიშნოთ, ხოლო J2 9.798 მეტრ წამ კვადრატი. მეკითხებიან, ესე იგი, ეს თქვა S1 არის, ეს არის S2 არის კითხვის ნიშანი. ნუ მოდით გამოიყვანოთ, ესე იგი, ისევ და ისევ ფრენის სიშორე. ფრენის სიშორის ფორმულა. თქვა, ეს არის სხვა საწყისი სიჩქარე. ეს არის ალფა კუთხე, ნუ იგულისხმება, რომ ყოველთვის ერთ და იგივე კუთხით ისვრის, ესე იგი, ეს თქვა, როგორც ტოკიოში, ასევე ოსლოშიც. ეს არის მასშტაბი V0x-ი, ეს არის V0y. T ფრენის არის 2-ჯერ V0y შეფარდებული J-სთან. ხოლო S-ი იქნება V0x-ი გამრავლებული T ფრენისაზე. ასე რომ S-ისთვის გვექნება ფორმულა ეგეთი. 2-ჯერ V0x-ი გამრავლებული V0y-ზე შეფარდებული J-სთან. ხო, ასე რომ ეს მრიცხველი ერთი და იგივე არის ორივე შემთხვევაში. ნუ თქვა S1 არის 2-ჯერ V0x-ი V0y-ზე შეფარდებული J1-ზე, ხოლო S2 არის 2-ჯერ V0x-ი V0y-ზე J2-ზე. ნუ გავყოთ ესე იგი S2 S1-ზე, ნუ თუ შევაფარდებთ, მივიღებთ, რომ ეს არის J1 J2-ზე. ასე რომ S2 იქნება S პირველი გამრავლებული J პირველი J მეორეზე. აი ეს იქნება პასუხი, ნუ აქ უნდა შეიტანოთ ეს J-ები.